კომისია არის ეგრეთ წოდებული კომისია, იმიტომ რომ არც ამ პარლამენტს აქვს ლეგიტიმურობა, ერთ პარტიულს, არც მის მიერ შექმნილ კომისიას, ანუ ფორმალურადაც არანაირი კომისია არ არსებობს, მაგრამ ის ხდომები, რომელიც იმართება, ის თავყრილობა, რომელიც თავის თავს კომისიას უწოდებს, ეს არის ჩვეულებრივი პროპაგანდისტული აპარატი, ეს არის ის რაც ჩვენ წლების განმავლობაში გვესმის რუსულ ენაზე, ის გვესმის უბრალოდ ქართულ ენაზე. ახლა ზუსტად იგივე ნარატივი, ზუსტად იგივე მიმართულება, ანუ ეს ახალი არ არის ქართული ოცნებისთვის, რა თქმა უნდა, ყოველთვის ჰქონდათ ეს მიმართულება, რომ საქართველოს დაედანაშაულებინათ 2008 წლის ომში, მაგრამ შარშანდელი უკვე აპრილიდან ოფიციალური პოლიტიკა გახდა, ასე ვთქვათ, ქართული ოცნების, რომ აი გლობალური ომის პარტია თუ deep state თუ გლობალური დასავლეთი თუ ასე შემდეგ იმათმა უბრძანეს და სააკაშვილს ომი პუტინი იზოლებულია საქართველოს პასუხა ხო deep state და დასავლეთი ანუ ერთ სიტყვით ამიტომ ჩვენ დავსაჯოთ უწოდებენ და ხო ანუ არსებობენ ომის დამნაშავეები საქართველოს მხრიდან ეს ნიშნავს ავტომატურად აი გოგა გაწყვეტინეთ მაგრამ რა ტრიალებს იმ ქართველის ეროვნებით ქართველის თავში რომელსაც შეუძლია ლოგიკურად დაალაგოს და დასკვნა ვერ გამოიტანოს შემდეგი თანმიმდევრობა. თუ კი საქართველოს მაშინდელი უმაღლესი სახელმწიფო პოლიტიკური ხელმძღვანელობა საქართველოს თუნდაც არალეგიტიმური, მაგრამ რაღაცა წარმონაქმნის მიერ, რომელიც ხელისუფლებას უძახებს თავის თავს, გამოაცხადებს, რომ მაშინდელი ქვეყნის პირველი პირი და სხვები პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებები არიან დამნაშავეები ომის დაწყებაში. ხო იქ სიტყვების თამაშია, ხოლმე ივანიშვილსაც რო კითხო, არა საქართველოსზე კი არ ვიძახილე, იმაზე სააკაშვილზე ვიძახილე, იქნება სააკაშვილი იმ ქვეყნის პრეზიდენტი იმ მომენტში არ ყოფილა და თავის დადებილება შეიძლება ამ დონემდე მიდიოდეს, რომ ვინმე ვერ ხვდებოდეს, რომ საერთაშორისო სამართალში ქვეყანას დროის იმ კონკრეტულ მონაკვეთში ლეგიტიმურად არჩეული პირველი პირი და მართველი წარმოადგენს, ხო? ამის შემდეგი შედეგი არის, რომ რუსეთი კი არ არის დამნაშავე, ის უბრალოდ მშვიდობის ყოფილი იყო და იძულებული გახდა ეპასუხა. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ის წინაპირობა, რასაც 2008 წლის ომის წინაც და შემდეგაც პუტინი, კრემლი, ლავროვი ცდილობდნენ, რომ გაეტანათ დასავლეთში, რომ სეპარატისტული რესპუბლიკების აღიარება ჰქონდა თავისი საერთაშორისო სამართლებრივი საფუძველი, რადგან საქართველოს დაიწყო ომი და ამათ თავიდან ბოლომდე არის. ანუ ეს ნიშნავს ქვეყნის დანაწევრებისთვის ნიადაგის შენს მიერვე შეთავაზება რუსებისთვის. აი რა ხდება ამ დროს ქართველის თავში, რაც არ უნდა ძულდეს. სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობა კი არა, ნებისმიერი სხვა ქართველი, რომელიც ამ საფრთხეს ვერ ხედავს, თავი რო დავანებთ, რომ ეს აბსოლუტური ტყუილი და აბსოლუტური ასე ვთქვათ, სიწრუე არის, რა ხდება ამ დროს ასეთი ადამიანების თავში. ეხლა ფსიქოანალიზი კი არ აქ უბრალოდ რომ გავიაზროთ ეს ყველა. ანუ ესეც საქართველოსთვის ახალი ხომ არ არის და პირველი ხომ არ არის, მაგალითად რა ხდებოდა, რომ ვიკითხოთ სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის ტვინში, ხო? ისინი ხო ხედავდნენ, რომ მათი ქვეყანა დამოუკიდებელია, დამოუკიდებლად ვითარდება, სხვა გზა უჭირავს, დასავლეთთან ინტეგრირდება, აგერ ახალი კონსტიტუცია აქვს, აგერ მსოფლიო აღიარების ზღვარზეა, მაგრამ იმისათვის, რომ ისინი მოქცეულიყვნენ ხელისუფლების სათავეში, ნებისმიერ რამეზე იყვნენ ხელის მომწერები, ხო? იქ ბევრად უფრო დრამატულად და სწრაფად განვითარდა მოვლენები. აქ ჩვენ იქ გაცილებით დიდ იდეებს ეპოთინებოდა ეს ხალხი მსოფლიო რევოლუციას და იდეები იდეური ადამიანები იყვნენ, ხა რაღაც იდეებით შეფუთულვით თუ ფსევდოკონსერვატიზმით, სინამდვილეში სოციალისტებიდან გამოგდებული კონსერვატორები დღეს რა კონსერვატორები ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი, ხო არანაირი საერთო იდეა არაფერთან, რაც მსოფლიოში იდეების დონეზე განიხილება არ არის. არის ერთი დაჯგუფება, ხელისუფლების დაჯგუფება, რომელსაც აქვს პირდაპირ ღია ფსონი გაკეთებული რუსეთზე. ყველა თვალსაზრისით და ყველა კონტექსტში, ხო, ეხლა ეს არიან იგივე ადამიანები, რომლებიც დღეს ამბობენ ასეთ სიტყვებს, რომ უკრაინის დამარცხება არის ჩვენი გამარჯვებაო. ანუ მათთვის საქართველოს დამარცხება საერთაშორისო ასპარეზზე და საქართველოს არაღიარების პოლიტიკის მოშლა, საქართველოს გამოცხადება, ასე თქვა, დამნაშავედ საკუთარ ტერიტორიის დაცვის გამო, ეს მათთვის არაფერი არ არის, მათთვის თავარი არის შეინარჩუნონ ხელისუფლება, ამისთვის ისინი მზად არიან ახალგაზრდები გაუშვან ციხეში, ამისთვის ისინი მზად არიან არბიონ, ისინი მზად არიან, რა ვიცი, შანტაჟი მოაწყონ, ისინი მზად არიან აი ეს პროპაგანდისტული მანქანა გამართონ კიდევ ერთხელ უბრალოდ ქართულ ენაზე. თორემ მთლიანად თავიდან ბოლომდე შინაარსობრივად რუსული, ხო დღეს თქვენ
ტელეიმეს თუ ჩართავთ ORT-ს უკვე განსხვავება არ არის არანაირი, ანუ ნარატივი არის პრორუსული, ანტიუკრაინული წარმოდგენა სამყაროზე, წარმოდგენა კონფლიქტებზე ჩვენს გარშემო არის ასეთი, რომ არის რუსეთი, რომელსაც აქვს ლეგიტიმური უფლება რომ რაღაცეები აკეთოს და არის დასავლეთი, რომელიც რუსეთს აღიზიანებს ნატოს გაფართოებით, აღიზიანებს ლიბერალური წესებით, აღიზიანებს ვითომ ბჭყალებში კერძო ქვეყნის საქმეებში ჩარევით, სინამდვილეში ადამიანის უფლებები და დემოკრატია ყველა ვიცით რომ არანაირი ცალკე გამოყოფილი უფლება რომელიმე ქვეყნისა საქმე რომელიმე ქვეყნისა არ არის და აი ეს ლიბერალური დასავლური ცივილიზაცია, რომელსაც ზოგჯერ deep state ქვია, ზოგჯერ მასონები და ზოგჯერ გლობალური ომის პარტია, იმიტომ რომ ამის შნოცა რა აქვს პირდაპირ თქვან ევროპა, ევროპული ქვეყნები, ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი მოწინააღმდეგე და ჩვენი მომხრე, ის რასაც ჩვენ მხარდუჭერთ არის რუსეთი. ესეც არ უნდათ, იმიტომ რომ ღია კარტით თამაში მაინც მათთვის არისკოა, თუმცა სულ უფრო და უფრო ღია ხდება ეს კარტი რუსული კანონის მიღებით, იმ ნარატივით, რომელსაც ავრცელებენ თავის პროპაგანდისტული საშუალებებით და ეხლა უკვე აი ამ პირდაპირი შეტევით იმაზე, ანუ პუტინის მიზანი რა არის? აჩვენოს ყველას, რომ ყველა დაისჯება, ვინც მას წინააღმდეგობას გაუწევს, ხო? ისინი დღეს ზელენსკის ემუქრებიან და ზელენსკის როცა ემუქრებიან სწორედ აი საქართველოს მაგალითით ამბობენ, რომ ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ინტერვენცია ჩვენ შეგვიძლია ბიჯაკების გამო კი არ იყოს გასამართლებული, არამედ რუსეთის წინააღმდეგ მოქმედება იწვევს სასჯელს. აი ამის დამტკიცება უნდათ რუსებს და ამისთვის აი თავის მარიონეტული რეჟიმებით, რომელიც ყავთ მობმული, რომელსაც ყვებავენ, რომელსაც ასწავლიან, რომელსაც ტრეინინგს უტარებენ, რომელსაც გადააქვთ უსიტყვოდ მათი მეთოდები, ხო? არასამთავრობოების შეზღუდვის, აზრის თავისუფლების შეზღუდვის, რა ვიცი, დარბევის, მათი ავტოზაკები, მათი ომონის მოქმედება, ხო, ყველაფერი გადაღებულია. და რატომ არა საბოლოო განადგურება, ეგრეთ წოდებული კვაზიკანონიერი გზით, რაღაცა კომისიების მოგონება, რაღაცა ალყების მიკვრა, ვიღაცების მოღალატებად გამოცხადება და ასე თქვათ პოლიტიკური ველის მოსუფთავება, ხო? ეს ყველაფერი რაც რუსეთში მოხდა, რაც ბელორუსიაში მოხდა, რაც სხვა ქვეყნებში იხმარება როგორც რუსული ძალის ინსტრუმენტები, რუსული სამყაროს ინსტრუმენტები, დასავლისა და დასავლური გავლენის წინააღმდეგ, ის ხდება საქართველოში ღიად უკვე, აი უკვე წლებია ხდება, ჩვენ ამდენიმე ეტაპი გავიარეთ, პირველი რუსული კანონი, მეორე რუსული კანონი, შემდგომ ეს ღია განცხადება, რომ ევროპასთან მოლაპარაკებაზე უარს ვამბობთ, გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ჩვენ გავიარეთ სტადია, როცა გვიკვირდა როგორ შეიძლება ასე ელაპარაკოს საქართველოს ხელისუფლება მეგობარი ქვეყნების მთავრობებს, გერმანიის, საფრანგეთის, როგორ შეიძლება ასე ელაპარაკოს ევროპარლამენტს, როგორ შეიძლება ასე ელაპარაკოს ამერიკის სენატს, კონგრესს, დღეს არაფერი აღარ გვაქვს, ხო? დღეს ყველაფერი გარკვეულია, ყველაფერი ცხადია. ეს არის ვიწრო მოღალატეობრივი ჯგუფი, რომელიც დგას ორ რამეზე. ეს არის შიშველი ძალადობა და ეს არის პროპაგანდის მანქანა. აი ამ ორ რაღაცაზე დგანან, ამ ორი რაღაცით, ну, რასაკვირველია, დიდი ფინანსური რესურსით, ძალადობის დიდი რესურსით და მათ წინააღმდეგ არის ქართული საზოგადოება, რომელიც ძალიან აქტიურ პროტესტში რამოდენიმე ტალღად იყო აქამდე, რამოდენიმე თვის განმავლობაში ეს პროტესტი ეხლაც გრძელდებოდა. დარწმუნებული რომ ეს პროტესტი გაგრძელდება, იმიტომ რომ უბრძოლველად ამ ქვეყნის ჩაბარებას არავინ არ აპირებს, ტყუილა აქვს წარმოდგენილი, რომ აი რაღაცა მიჩუმდება, მიჩუმათდება, რაღაცნაირად გადალაგდება და მთავარი იმედი აქვს იმაზე, რომ რაღაცნაირად გლობალური პოლიტიკა დაალაგდება, ისე რომ რუსეთს ეთქვია, რომ კი ბატონო, გაგეშვით, საქართველოს თქვენია, აქეთ აღარ ვიყურებით, რაც გინდათ ის გააკეთეთ. არ მოხდება ასე, არ განვითარდება ასე მოვლენები. მათი ფსონი, რომელიც რუსეთზე უკვე ღიად გააკეთეს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან, მანამდე ხო რაღაც თამაში იყო, ვითომ ასოცირების ხელშეკრულება, ევროპელებთან საუბარი, რაღაცა უკან დახევები, იქ რაღაც შარმიშელის პროცესში შესვლა, მერე უკვე გააკეთეს ღია არჩევანი, ღიად გამოაცხადეს, რომ მტელი არის დასავლეთი, მტელი არის ეგრეთ წოდებული deep state-ი, ყველა ვინც მათ ასე ვთქვათ კრიტიკას გაბედავს არის deep state-ი. ოფიციალური ქვეყნების სანქციების ესე შეაფასეს, რა ვიცი, ბალტიის ქვეყნების, პოლონეთის, გერმანიის, ბრიტანეთის მომავალ სანქციებსაც ესე შეაფასებენ, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ბიზნეს ევანშვილის დასანქცირება, ყველაფერი რაც ხდება არის deep state-ი, ყველაფერი სინამდვილეში ეს deep state-ი, რომელსაც ისინი ამობენ, ეს არის დასავლური სამყარო, ეს არის დასავლური ცივილიზებული სამყარო, რომელიც საქართველოს უყურებს და ხედავს, რომ საქართველოს გადაუხვია ნორმალური განვითარების გზას და მთლიანად რუსულ ორბიტაზეა დღეს. ჩვენ ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომელსაც ეს მომავალში კი არა აქვს, რომ შეიძლება აღმოჩნდეთ რუსულ ორბიტაზე. დღეს ჩვენ ვართ ქვეყანა,
რომელიც, რა ვიცი, რუსულ ორბიტაზეა თავიდან ბოლომდე, თავისი განზრახვებით, თავისი ეკონომიკური პოლიტიკით, რუსი ოლიგარქებისთვის, სანქციებისთვის თავის არიდების მთელი მექანიზმებით, მათთვის ფინანსური ბენეფიტების და ფინანსური, ასე ვთქვათ, სამოთხის შექმნის გზით, რომელიც ღიად გამოდის უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ, ღიად გამოდის უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგ, რომელსაც ყველა კარტი გახსნილი აქვს. და ამ თამაშის ნაწილია ბუნებრივია, რა თქმა უნდა, იმის თქმაც, რომ აქამდე ყველა ის ცდელობა საქართველოსი რო ყოფილიყო დასავლური სამყაროს ნაწილი, იყო დასავლეთის მხრიდან ჩვენი ჩაგვრა, ჩვენი მოთხრევა, ჩვენი ომში ჩათრევა, რაღაცა მეორე ფრონტის გახსნის ცდელობა, პირველი ფრონტის გახსნის ცდელობა. ეს მთელი სიგიჟე, რომელიც სინამდვილეში თავიდან ბოლომდე უკვე გახარჯული აქვს რუსულ პროპაგანდას, ხო? ეხლა მეორადი მოხმარება ამ რუსული პროპაგანდის კომისიის ნაწილი. კომისიის ნაწილს რო შეგიხმიანენ, რა გითხრეს, რომ რასთან დაკავშირებით უნდა მიხვიდე მოსმენაზე, რა არის ეს თემა, რის გამოც აინტერესებთ შენი ინფორმაცია, აზრი თუ არ ვიცი რა. თქვენ 2008 წლის ომთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა მე წინასწარ ხვდები რაც არის, იმიტომ რომ ეს კონკრეტული არ ვთქვამთ რა ინტერესს. არა, 2008 წლის ომი თქვენს და ხვდები რაც არის, იმიტომ რომ წლების განმავლობაში მიდის ეს პროპაგანდა 2019 წელს 2008 წელს პარლამენტის წევრი იყავი. ხო, 2008 წელს პარლამენტის წევრი ვიყავი და საუბარია იმ რეზოლუციაზე, რომელიც ევროსაბჭოში რომელიც იყენებენ ხოლმე პროპაგანდისტვის, თან რუსული პროპაგანდის მეთოდი ხო ეს არის. ერთდროულად უნდა ორი რამე ამტკიცონ. ერთი ამ კომისიის მიზანი ამტკიცოს, რომ საქართველოს დაიწყო ომი, შეიძლება თავიდან არიდება ამ ომის და მაგრამ დასავლეთმა deep state-მა და ბოროტმა ძიებმა გვაიძულეს ჩვენ და სააკაშვილი დაყვამათ და დაიწყო ომი. რუსეთთან თან ამის დამტკიცება უნდათ და თან უნდათ მოღალატეების იარაღების მიკრობა იმ ადამიანებზე ჩვენზე მაგალითად ვინც იმ რეზოლუციას რომელიც სინამდვილეში ნამდვილი გამარჯვებაა ქართული დიპლომატიის სტრასბურგში სერიოზული გამარჯვება იყო რეზოლუცია რომელშიც პირველად ითქვა რუსეთი ოკუპანტია მოთხოვნილი იქნა რუსული საოკუპაციო ჯარების გაყვანა ეთნიკური წმენდის კომპონენტი პირველად დაფიქსირდა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების უკანონობა და არაღიარების პოლიტიკის მოწოდება მთელი ეს თვითონ რუსული რეზოლუცია რომელიც მიღების მომენტში გახსოვთ ეს თქვენ დარბაზი დატოვა რუსულმა დელეგაციამ და ეგრეთ წოდებულმა პრორუსულმა კომუნისტურმა რადიკალურმა ჯგუფებმა და მივიღეთ ჩვენ ბალტებმა უკრაინამ ბრიტანელებმა და დასავლეთ ევროპის იპიპ-მა, ალდემ, ანუ ყველა ნორმალურმა ჯგუფმა, ხო. იქ აი ეს ევროსაბჭო ბუნებრივია ცდილობდა მაშინაც ხო გახსოვთ თქვენ დაბალანსებას, ასე ვთქვათ და ორივე მხარესთვის მოწოდებას და ასე. იმ მომენტის ხო, ის კომპრომისული ძალიან მნიშვნელოვანი დონორი იყო, რა მნიშვნელოვანი დონორი იყო და იქ მეხუთე მუხლში მართლა იყო ჩვენთვის მეუღებელი ფორმულირება, რომლის შეცვლა ჩვენ ვცადეთ ამენდმენტების დაყენებით. მე ერთ-ერთ მუხლში ჩვენი შეხედულები და ეს ასეც არის დოკუმენტს თუ გაეცნობით გადავფარეთ ეს მეხუთე მუხლი, იმიტომ რომ იქ სადაც ლაპარაკია რომ საქართველოს მოქმედებამ გამოიწვია ახალ ეტაპზე შეერაღებული კონფლიქტის აწევა, ასე ვთქვათ რა. იქვე მეორე მუხლში არის რომ მხარეების პოზიციები აბსოლუტურად განსხვავდება იმასთან დაკავშირებით რომ როგორ დაიწყო ეს ომი. ანუ ეს მაინც შევიდა რეზოლუციაში და ეს დაანჩენი რაც საქართველოსთვის სასარგებლო იყო, ანუ ასე რომ ვთქვათ, ხო დოკუმენტზე ეს მსჯელობა არ შეიძლება, მაგრამ 90% ეს დოკუმენტი გახდა საჩვენო და რაღაცა კომპრომისები რომელიც ჩვენ არ მოგწონდა, იქ მაინც იყო რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ და დემოკრატიული სამყაროს ნაწილმა, დასავლური სამყაროს იმ ნაწილმა, რომელიც საქართველოს მომხრე იყო იმ მომენტში, ერთად გავიტანეთ ეს რეზოლუცია. ამ რეზოლუციას მე დაეყნო სტრასბურგის სასამართლოც, ჰააგის სასამართლოც, ყველა მნიშვნელოვან დოკუმენტში მოხსენიებულია როგორც საფუძველი დოკუმენტი, რომელიც რუსეთს ოკუპანტად აღიარებს და არცნობს ევროსაბჭოს კონტექსტში დამოუკიდებლობას ამ ოკუპირებული ტერიტორიების. ეს იყო სერიოზული გამარჯვება, მაგრამ ამათ თან უნდათ რომ თქვათ მოღალატეს იარაღი მოგაკრან, იმიტომ რომ ხმამიეცი რეზოლუციას, რომელშიც ერთი პუნქტი შენთვის მიუღებელია, თუნდაც ის პუნქტი მართლა მიუღებელი იყოს და თავის ფორმულირებით მიუღებელია, მაგრამ დანარჩენი მთელი რეზოლუცია და ეს ხდება ვინც ელემენტარულად ერკვევა, ასე ვთქვათ, საერთაშორისო სტრუქტურების მუშაობაში, იქ წარმოუდგენელია, რომ ასეთი ომის მერე 100%-ით საშენო დოკუმენტი მიიღო, ხო? 90%-ით საშენო დოკუმენტის მიღება იყო ძალიან კარგი შედეგი. და ძალიან კარგი შედეგები მოიტანა მერე სასამართლოებში საერთაშორისო გამოხმაურების კონტექსტსაც გავითვალისწინებ და იმას მაშინ ხო, ამათ ხო ერთდროულად ამ ორი რაღაცის უნდათ. თან თქვათ გეძახონ რომ შენ რუსეთს ჩააბარე ქვეყანა და თან გეძახონ რომ დასავლეთის დაკვეთით რუსეთს ეომე. ანუ არჩევანი ჯერ გაკეთებული არ აქვს. მათთვის ხო სულ ერთია ტალახის ის ვედრო რომელიდანაც ტალახს ამოიღებს. თავარია ტალახი მოგაცხონ. დაანჩენ მათ სულ ერთი აბსოლუტურად. ეხლა არც სამართლებრივ არც მორალურად ეხლა ადამიანები რომელიც პირდაპირ მართლა საქართველოს ადანაშაულებენ ყველაფერში რაც
აწლეულების განმავლობაში საქართველოს რუსეთისგან გადაიტანა ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოს საკითხი საერთოდ უნდა გაქრეს საერთაშორისო ქვეყანას, რომელსაც მაგალითად უყენებდნენ საგარეო პოლიტიკას მსგავს ოდეკაბეს ქვეყნებისა, ხო, რუსეთთან კოლექტიური თავდაცვის ქვეყნების მაგალითებს ასახელებდნენ, როგორც საქართველოს სამაგალითო საგარეო პოლიტიკას. ადამიანები, რომლებიც პირდაპირ დასავლეთს ადანაშაულებენ ყველაფერში და რომლებიც ანტიუკრაინული პოზიციით გამოირჩევიან დღეს და რუსეთის და ბელორუსიის გარდა ალბათ რა ვიცი ურბანის და საქართველოს რეჟიმი არის ის ვინც რაღაცნაირ ლაქად ჩანან ამ მთელ კონტექსტში, ხო? აი ეს ადამიანები დღეს ტრიალდებიან და რაღაცა კიდე ბრალდებებს ისვრიან. ახლა არანაირი არც ინტერესი არ მაქვს, არც თქვათ მორალურად გამართლებული არ არის. ჩემთვის მივიდე იქ, რომლის საერთოდ არსებობას აპროტესტებენ ის ახალგაზრდები, რომლებიც მართლა დღე და ღამე ქუჩაში არიან და 60-მდე ადამიანი დაპატიმრებულია, იმიტომ რომ არ ცნობენ ლეგიტიმურად აი თავყრილობას, რომელიც მათ მოწყობილი აქვს, თქვენ კლოუნადას, რომელიც იქ მოაწყეს. თავისი მთელი იმ კლოუნებით, რომლებიც იქ არიან დარჩენილები ერთპარტიულ პარლამენტში. ხა იქ მისვლა, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გაუმართლებელია. თუ ვინმეს რამე შეკითხვა ექნება, მართლა საზოგადოებიდან არ დამეზარება პოსტას დავწერ გადაცემაში მიიღო. ყველას ყველაფერი უნდა აუხსნა. ამ თემაზე პოსტი კი არა მთელი. ხო, რა ვიცი, ამ თემაზე შეიძლება რა ვიცი. არა, ამ თემაზე სასამართლოებია დასრულებული. ჰააგის სასამართლო დასრულებული. მოვიგეთ ეს სასამართლო. ანუ საერთოდ რაში უნდა გვაწყობდეს ამ საერთოდ, მაგრამ ვისაც აწყობს გასაგებია. ერთ-ერთი რის გამოც ეს აწყობთ ის ხო არ არის, რომ საზოგადოებაში განელდა ომის შიში და იმ ომის პერიპეტიების კვლავ შემოტანა, გახსენება ამ უბედურების და ასე შემდეგ, ნიშნულობა არ აქვს ვისი დანაშაულის შემდეგ. ესენი ხო ამ ორ რაღაცაზე დგანან. ეს კომისია ხო ორი რაღაცისთვის არის. კონტროლი ცოტა ტრამპმა თავისი აქტიური სამშვიდობო ძალის ხმევით, ეს ცოტა ეს მათი ნარატივით, ცოტა დარტყმის ქვეშ, ცოტა კი არ სერიოზულად დააყენა. ტრამპმა თქვა, რომ მე მოვედი, სანამ მე ვარ ომი აღარ იქნება. ანუ ომი თუ აღარ იქნება, რაღა უნდა ვქნათ მაშინ გლობალური ომის პარტია ვერავის ვეღარ აიძულებს ახლა საქართველოს რამე ომში ჩართოს თუ ომი არ იქნება. მით უმეტეს პუტინი საქართველოში ვეღარ შემოიჭრება ან რამე სხვა. ამიტომ ხო არ კეთდება, რომ ეს ომი ხშირად თუნდაც ჩვენი ეკრანებიდან, კრიტიკული მედიიდან განხილვის თემა იყოს, დეტალები კვლავ გააცოცხლოს ის ძალიან მძიმე ჭრილობები და მეხსიერება, რომელიც რეალურად გვაქვს რუსეთთან მიმართებაში. ერთმა ქრას ეს ომი დასრულდეს და დასრულდეს უკრაინისთვის მისაღები პირობებით და ამისთვის ყველაფერს აკეთებს თვითონ უკრაინა პირველ რიგში თავის ჰეროიკული და გმირული ბრძოლით, რომელიც თავის სამშობლოს ართმობს და აგრძელებს ბრძოლას, ამისთვის ყველაფერს აკეთებენ ევროპელები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ იმის მოლაპარაკება, რომელშიაც ამერიკელები არიან, როგორც მთავარი პირები ახლა შესულები, წარმატები დასრულდებოდა დროებით სესხის შეწყვეტებზე საუბრიდან გადავალთ უკვე სრულებით სამშვიდობო ფორმაზე, სადაც უკრაინის ინტერესები დამოუკიდებლობა სუვერენიტეტი დაცული იქნება, მაგრამ აქ საქართველოს ხელისუფლების თავარი ინტერესი არის ის ყოველთვის, რაც აქამდე იყო, ხო? ისინი შიშით მართავენ, ანუ შიშით მართვა პოზიტივი არაფერი არ არის, ხო? ქვეყნის მდგომარეობა, გვესმის საზოგადოების გახლეჩილობა, ეკონომიკური მდგომარეობა, ფასები, გაჭირვება, უმუშევრობა. ეს ყველაფერი ხო საერთოდ არ არის მათთვის თემა. მათთვის თემა არის ორი რამ: წინა ხელისუფლების შიში და ომის შიში. ახლა ეს კომისია აძლევთ მათ საშუალებას ეს ბურთად გააერთიანონ, ასე. წარსულის და მომავლის შიში. წარსულის და მომავლის შიში ერთად გააერთიანონ და შემოგთავაზონ ეს შიში როგორც ისევ მართვის რაღაცა საშუალება. სინამდვილეში შიში, რომელიც ჩვენ უნდა მართლა გვაქვს და ვინც ცოტა ოდნავ გონიერი ადამიანი ამ ქვეყანაში, ყველას აქვს ეს შიში, რომ ჩვენ თუ მოვწყდით დასავლურ სამყაროს, ჩვენ თუ დავკარგეთ ევროპელების მხარდაჭერა, ჩვენ თუ დავკარგეთ ამერიკელების მხარდაჭერა, ჩვენ თუ დავკარგეთ ამერიკელების ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ და ევროპელების ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ, მაშინ მართლა არაფერი არ დაგვიცავს. არაფერი არ დაგვიცავს. ერთადერთი დაცვა საქართველოსი არის ინტეგრაცია ევროპასთან, ინტეგრაცია ნატოსთან, ჯიუტად სიარული იქითკენ, რაც არის ჩვენი ოჯახი, რაც არის ჩვენი დაცულობა, ეს არის ევროპული ოჯახი, ეს არის ევროპული დაცულობა, ეს არის ევროპული უსაფრთხოების სისტემა, რომელმაც უნდა დაგვიცვას. კი, ეს ადვილი გზა არ არის, მაგრამ ერთადერთი გზა არის, რომელმაც შეიძლება მშვიდობა და კეთილდღეობა ამ ქვეყნისა შეინარჩუნოს. და ის როცა ამას ყველაფერს ემიჯნები და რჩები პირისპირ რუსეთისა და რჩები მოკავშირეთ რუსეთისა, ამას დიდი დარტყმა სამომავლო მშვიდობისთვის წარმოუდგენელია, ხო? აი ლაპარაკია მაგალითად ბალტიის ქვეყნებზე, რომელსაც აი თუ ნახავთ რუსულ არხებს, ხვდებით ხო თვალები და სისხლი მოძდით რუსებს, როცა ბალტიის ქვეყნებზე ლაპარაკობენ. რატო არის მათი მშვიდობა დაცული?
რატო არის მათი უსაფრთხოება დასული? იმიტომ რომ ისინი არიან ამ სისტემის ნაწილი უკვე. რა თქმა უნდა, მათაც ძალიან დიდი ზეწოლა გამოიარეს, სანამ 2004 წელს გახდებოდნენ ამ სისტემის ნაწილი, სანამ გახდებოდნენ ნატოს წევრები, მაგრამ გამოიარეს ეს ურთიერთობები, გახდნენ ნატოს წევრები და ეხლა მართლა დაცულები არიან. ეხლა ჩვენ, როცა გვეუბნებიან, რომ აი რა არის ჩვენი გზა, რა არის ჩვენი გზა, და ჩვენი გზა არის რო ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი deep state-ია, დასავლეთი არ გვინდა, დასავლური ღირებულებები არის რაღაც ჩვენი კაცური ტრადიციული ღირებულებების მოწინააღმდეგე, რაც სინამდვილეში ყველა ვიცით, რომ ასე არ არის. დასავლეთი, რომელიც არის, რა ვიცი, ქრისტიანული ტრადიციული კულტურის აკვანი, ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც არის ტრადიციებით დაფუძნებული საზოგადოება, ინოვაციაზე, წინსვლაზე, პროგრესზე, მაგრამ ყოველთვის აბალანსებს, თანამედროვე, ცივილიზებული, განათლებული საზოგადოება ნორმალური, ცივილიზებული, კასტმოყვარეობაზე დაფუძნებული ტრადიციების შენარჩუნებას და წინსვლას. აი ამაზე ვამბობთ უარს და ყველაზე ჩაქცეული, ყველაზე ავტორიტარული, ყველაზე კორუმპირებული, ყველაზე მოძალადე, ყველაზე სისხლის მოსურნე, ყველა მეზობელთან გადაკიდებული, ყველა მეზობელთან მტრულ ურთიერთობაში მყოფი და რა ვიცი, საქართველოს მოქალაქეების მოკლით დამთავრებული ამ რამოდენიმე წლის წინ დამთავრებული, რა ვიცი, მარიუპოლის და ბუჩაში დანაშაულებების ჩამდენთან ერთად წარმოუდგენიათ ამ ქვეყნის მშვიდობა და მომავალი, ანუ ეს არის რაც წარმოუდგენიათ მათი კანონების ცხოვრება, მათი წესების ცხოვრება, მათი მოქმედებების გამეორება. ის ხო რასაც ჩვენ ახლა საქართველოს ხედავთ, უბრალოდ კოპირება არის. როგორც იქცევა საქართველოში არსებული ომონი დღეს, დაწუნული ტრეინინგიც გავლილი აქვს თავისი რუსიან ბელარუსი კოლეგებისგან. როგორც იქცევიან, როგორც მოქმედებენ, როგორც მოქმედებს პროპაგანდა, რომელიც პირდაპირ თქვი რომ ყველანაირი კლიშეს იმეორებენ, აბსოლუტურად ყველანაირი გადმოწერილი აქვთ, აი ეს რა ქვია, შპარგალკა აქვთ მიღებული უბრალოდ ესე წარმომიდგენია რუსეთიდან მიღებული პირდაპირ შპარგალკა, როგორ გამართონ პროპაგანდა, როგორ უტყან დასავლურ ღირებულებებს, როგორ უტყან ევროპას, როგორ წარმოაჩინონ ესენი საქართველოს მტრად, როგორ წარმოადგენენ ჩვენი რელიგიის მტრად, როგორ წარმოადგენენ ჩვენი ტრადიციების მტრად, როგორ გავმიჯნოთ, გავყოთ ხაზი ევროპასთან, გავწიოთ გვერდზე და აგერ ერთმორწმუნე, რატო არის რუსეთი მაინდა-მაინც ერთმორწმუნე, რატო არ არის უკრაინა ერთმორწმუნე, ჩვენი გაუგებარია, მაგრამ ერთმორწმუნე ხოლმე პაროლივით არის, ანუ შენ თუ გინდა რომ შენი ქვეყანა ამ სიბნელესა და სიმახინჯეს მიაბა რაც არის რუსეთი, რაღაც პოზიტიურად და გამოძებნო. ცხოვრების დონეს, რა თქმა უნდა, რუსეთისა და ევროპისას ვერ შეადარებ. უნივერსიტეტებს ვერ შეადარებ, საავადმყოფოებს ვერ შეადარებ, გზებს ვერ შეადარებ, პენსიებს ვერ სამართალს ვერ შეადარებ, დემოკრატიას ვერ შეადარებ. აბა რატო უნდა გძულდეს ევროპა და რატო უნდა გინდოდეს რუსეთი? აი, რაღაც არგუმენტი გაქვს, აი რუსეთი ჩვენ ტრადიციებს იცავს და ევროპა ჩვენი ტრადიციების მომხრეა. ხო ეს ბოდვა, რომელიც არის დამუშავებული დუგინებთან და დამუშავებული აი მთელ პროპაგანდისტულ მანქანებში, იმ რაღაცა რუსულ ინსტიტუტებში. ხო, რომელიც ამუშავებენ და ამას ყველაფერს ასწვიან და აქაც ასწვიან ამას ნერგავენ. ძალიან დიდი შეცდომა იყო ამაზეან წამოწევს. ეს ქოსური პროპაგანდა მთლიანად ამაზეც. ხო, ამიტომ ხო ეს არის რუსული პროპაგანდა ქართულენოვანი გამოშვება, ქართულენოვანი ვერსია რუსული პროპაგანდისა, რომელიც ტყვეობაში და საზოგადოების რაღაც ნაწილისა. გოგა, მადლობა. პროკურატურაში დაგიბარებენ. პროკურატურაში მიხვალთ მაგისტრი მოსამართლესთან მოითხო. არ ვიცი, კითხავ იურისტებს, მე ამ პროცესს საერთოდ ესე უყურებ, რომ ხა რაც უნდა ის გააკეთონ, უნდა პროკურატურაში თუ მაგისტრი მოსამართლე ჯობია, კითხავ იურისტებს, მაგისტრი მოსამართლესთან მივა. ანუ ჯობია. ამ ვითარებაში თუ გონიათ რომ ვიღაცა შეაშინებენ, მაშინ როცა 60-მდე ახალგაზრდა მართლა არაფრის გამო ციხეში ზის. ეხლა გონიათ რომ პოლიტიკოსები რაღაცნაირად იმაზე რაზეც უკვე მართლა უდანაშაულო ბიჭები, რა ვიცი, ტელევიზორს უყურებ, შეგვიძლია წამოგივიდეს ჩვენი შვილების ხელა ბიჭები არიან, ნაცემები, ნაგომები, სახედალეწილები, ჩამტრეულები, ციხეში გამოკეტილები და ამ ვითარებაში გაგონიათ ეხლა რომ წულუკიას როგორ აგონია რომ თავის ენკავედეშნიკური სახით და რაღაცა ტუჟუკა მოყოლი ნაგანიანი ჩეკისტის სახით ვიღაცა შეაშინებს. ესე შეაშინონ ერთმანეთი, იმიტომ რომ შიში ძრწოლა, ოკუპანტის წინაშე გაწოლა, ოკუპანტის წინაშე დაჩოქება და რუსული ჩექმის ყოცნა მათი ტრადიციაა, ჩვენი არა და ვერავის ვერ შეაშინებენ, ვერავის ვერ აფრთხობენ, ეს გამორიცხულია და ეს ბრძოლა აქ გაგრძელდება, ეს ბრძოლა აქ არ დამთავრდება და ეს ბრძოლა აუცილებლად დამთავრდება საზოგადოების და ხალხის გამარჯვებით. ეხლა როგორ რანაირად რა დინამიკა იქნება, მაგას ვისაც ნახავთ და ხელსაც შეუწყობთ, რომ რაც შეიძლება ჩქარა იყოს, მაგრამ ეს შედეგი რო აქ დადგება, ეს ცხადია აბსოლუტურად.